სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. ჩვენ რაც გამოგვჭა, როცა 51 ნაწილზე გადავედით და ეხლა მე ამ კითხვის დამსმელმა გამახსენა ეს 2001 წლის სექტემბერში იცით ხომ 9/11 ესე იგი 11 სექტემბერს ჩემი დაბადების დღე 12-ში არის, მაშინ ავსტრალიაში ვიყავი და ჩემი დაბადების დღე იყო და ავსტრალია უსწრებდა. 2001 წელს გახსოვთ რა მოხდა ამერიკაში, ხომ, როდესაც ეს თვითმფრინავები შემოიჭრენ და მოხდა დიდი კატასტროფა, დიდი ტერორისტული აქტი. და ეს ჩანაწერი ხდება 18 ნოემბერს. 18 ნოემბერში არის ეს გაკეთებული ჩანაწერი. ასე რომ ამ კითხვამ გამახსენა 2001 წლის იანვარში ოფიციალურად იქნა არჩეული ჯორჯ ბუში, ალენ გორს, მე მგონი ალენ გორს იმას აქნა დაამარცხა. თუ არ მეშლება ახლა, იმიტომ ახსენებს კიდევ ჯონ მაკარტური ამას კლინტონების შემდეგ და შეიცვალა ადმინისტრაცია. და 8 წლით იყო ჯორჯ ბუშ ჯუნიორი, სენიორი იყო მამამისი გახსოვთ. ერაყის კონფლიქტის დროს იქნა და საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდეგ, მაგრამ ეხლა მის შვილს მიეცა საშუალება. და ეს კითხვა, ამ საკითხმა ეს კითხვა აღძრა. და მოდით მოусმინოთ სალი ჰეისი, აი ქალბატონი მაინც როგორ უყურებს ემოციურად და გრძნობით. მოდით ახლა მოусმინოთ ესე. თქვენ ადრე ახსენეთ, რომ ამერიკა ღვთის რიცხვის ქვეშ არის. ჯორჯ ბუშის მოსვლით ეს შეიცვალა, ესე დავასათაურე ყოველ შემთხვევაში. მოდით მოусმინოთ როგორი ფორმულირებას აკეთებს ეს პიროვნება. გამარჯობა ჯონ, მე სალი ჰეისი ვარ, მაქვს კითხვა თქვენთვის. გასულ კვირას თქვენს შეტყობინებაში შეუძლია ღმერთს აკურთხოს ამერიკა და შეინარჩუნოს მისი რეპუტაცია? ხშირად ახსენებთ, რომ გჯერათ, რომ ამერიკა ღვთის სამსჯავროს ქვეშ არის. მართალია ეს? მართლაც ჯონ მაკარტური დიდი ხანია უკვე, აქამდე მოყოლებული კიდე მანამდე, რომ აკვირდებოდა მოვლენებს ბიბლიის შუქზე, ყოველთვის ამბობდა ამას, ყოველთვის. და ახლა გონიათ, რომ ჯორჯ ბუში რახან მოვიდა, ეს მოცემულობა შეიცვლება, ან შეიცვალა? და უკვე ომიც დაწყებულია ნოემბერში, იცით, გამოუცხადა ომი იმან და თალიბან შეუტია და მერე ერაყის ომიცაც დაიწყებს სადამ ჰუსეინი, ხო? ჯონ მაკარტური პასუხობს: დიახ, მე ვფიქრობ, რომ სამსჯავრო, რომელიც რომაელთა წერილის პირველ თავში არის განსაზღვრული, დიახ, მოქმედებს ამერიკაში. კითხვა: ისევ სალი აგრძელებს. ახლა ვიცი, რომ ჩვენს გარშემო უამრავი სიმიძური და ბოროტება, მაგრამ ბატონო ჯონ, მე ჩვენება, რომ ასევე ბევრი ღვთისმოსაობაცაა. შეხედეთ აქ მყოფ ხალხს. ამერიკაში ასობით 1000 ერთგული ქრისტიანია. და არ გჯერათ, რომ ახლა ჩვენ ხედავთ ღვთის კურთხევას ამერიკაზე? არ მინდა ხა პოლიტიკურად ვისაუბრო, მაგრამ ჯორჯ ბუში იცით, რომ ძლის ავირჩიეთ და მოხვდა თეთრ სახში. და ეს ქრისტიანების ლოცვის დამსახურება იყო. გულისხმობ, რომ მე ასე ვფიქრობ. შეხედეთ ახლა, რას უკეთებთ თალიბანს და როგორ ვებრძვით ავღანისტანში. ბუში ღვთისმოსავი ადამიანებითაა გარშემორტყმული, იცით, მისიონარები გაანთავისუფლეს, ის წარმოედგინა, რომ მისიონარებს გაანთავისუფლებდნენ, ასე რომ მითხარით თქვენი აზრი, მე ჩვენება, რომ ღმერთი კი არ ჟის, არამედ ეხლა კურთხევას იძლევა ამერიკაზე. აი ხოლმე ნახეთ, ეს კითხვა ქალბატონი ეთყობა, რომ ძალიან პატრიოტია და მე ამასენებს ვსაუბრობდი, რომ ამერიკაში ძალიან ძლიერად არის პატრიოტობა, ძალიან ძლიერად, როცა პატრიოტობა შენიწყებ ქრისტიანობის გარეშე, ან ღმერთი პირველ ადგილზე არ ყავს და ამერიკა ყავს, ხო? და ღმერთს იხმარებ, არაფერი არ გამოდის. აი ანალოგიური მოხდა ზუსტად მახსენდება ახლა დონალდ ტრამპის არჩევა. ზუსტად და იგივე ხალხი ირჩევს ახლა დონალდ ტრამპსაც და აირჩიეს. მაგრამ ნახეთ რა მდგომარეობა და რა ხდება. ასე რომ მარტო ეს გარეგნულად დავინახოთ ჩვენ ეს და ამითი ვიმსჯელოთ იმაზე, რომ აღმავლობის გზაზეა და გამოგვიძება არანაირად სწორი არ არის. და ჯონ მაკარტურიც ამაში გვეთახმება და აგრძელებს კითხვაზე პასუხის გაცემას. კარგით, მე ასე გიპასუხებდით. ღმერთი ყოველთვის აკურთხებს თავის ხალხს. ის გააკეთებს იმას, რაც სურს თავისი ხალხისთვის, მაგრამ ის ერთგულად გამოავლენს თავს თავისი ხალხის მიმართაც. ის მისიონარი გოგონები, რომლებიც იქ არიან, გაანთავისუფლეს, ჩვენ ვიტყოდით, რომ თუ მათ თალიბები მოკლავდნენ, ღმერთს მაინც ხონდა განზრახვა მათთვის და მათ მის დიდებაში წაიყვანდა. და ეს იქნებოდა უდიდესი კურთხევა.
შეგვეძლო დაგვესკნოს საკუთარი დიდებისა და საკუთარი ერთგულების გამოსავლენად და იმის საჩვენებლად, რომ ის არის ღმერთი, რომელიც ისმენს და პასუხობს ლოცვებს, ღმერთი გადნდიდა ასევე მათი განთავისუფლებით. ასევე მართალია, რომ კიდევ 6 ადამიანი განთავისუფლეს და შეგვეძლო დაგვესკნო, ეს ღვთის ერთგულების დასტური იყო ხალხის მიმართ. მაგრამ ჩვენ ეხლა რაზეც ვსაუბრობთ, საკითხი ესეთია. აქვს თუ არა ღმერთს რაიმე ვალდებულება ამერიკელი ერის, როგორც სახელმწიფოს, როგორც ერთეულის მიმართ და ამ კითხვაზე პასუხი ცალსახაა. არა. რა თქმა უნდა არა. არანაირად ამერის მიმართ არ აქვს მას ვალდებულება. სადაც ვიცით რომ დომინირებს მაინც ბოროტება და რომელი ბოროტებითაც ჩვენ ვართ დომინირებული. და ყველგან ეს შეიგრძნობა სახელმწიფო დონეზე. ბიზნესების დონეზე. მედიის დონეზე, ჰოლივუდის დონეზე. ეხლა გთხოვთ კარგად გამიგოთ. მე არ გულისხმობ ამ კონკრეტულ შემთხვევებს და არც იმას, რომ ღმერთი აკურთხებს ჯორჯ ბუშს, რომელიც მისი შვილია. ღმერთი ამას აპირებს და მე ნამდვილად ჯერა, რომ ღმერთმა დაუშვა, რომ იქ ასეთ დროს, ასეთ რთულ სიტუაციაში ამერიკისთვის, რომ ის ყოფილიყო პრეზიდენტი. ეხლა არ მინდა მე ძალიან პოლიტიკურ საკითხებში შევიდე, მაგრამ კლინტონების კორპუსი, ასე დროს რომ ყოფილიყო მსოფლიოს მართვის სათავეში, იცით ხომ, ალენ გორი რომ გამხდარიყო, ხო? ეს ძალიან ცუდი იქნებოდა ჩვენთვის. იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება ზრდასრული მოწიფული მამაკაცები, მაღალი რანგის პიროვნებები, სახელმწიფო მოღვაწეები, დიდი გამოცდილების მქონე კაცები, ეროვნულ დონეზე, რათა უზრუნველყოთ ის, რაც ამ კრიზისის დროს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის არის საჭირო. და ეს ნორმალურია. მაგრამ მე არ მჯერა, რომ ღმერთმა გააკეთა რაიმე ისეთი, რამაც ჩვენ შეიძლება ეს გაგვახაროს ძლიერ და კურთხევად აღვიქვათ. ურწმუნო ერზე, რომლებაც ყველაფერი გააკეთეს, ძალიან ბევრი იშრომის იმისათვის, რომ ღმერთი საჯარო დისკურსიდან განდევნილია. სრულიად გამორიცხეს. ეს ამერიკის საზოგადოებამ გააკეთა. ელიტამ, აკადემიურმა წრეებმა, პოლიტიკოსებმა, ბიზნესმენებმა. და ჯორჯ ბუშის მოსვლით ეს მოცემულობა არ იცვლება და ვერ შეცვლის. მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ღმერთი ნებისმიერ სიტუაციაში აკურთხებს თავის ხალხს. ისე როგორც მას მიაჩნია ეს საჭიროდ. და ის ამას ნებისმიერ დროს გააკეთებს. ამას აკეთებდა წარსულში და ყოველთვის. ის შეაგროვებს თავისას, როგორც ძველი აღთქმის ბოლო წიგნში წერია მალაქიაში. მისი განკითხვის დღე კი შეაგროვებს თავისას. ის შეაგროვებს თავის ძვირფას განძეულობას ამბობს ის. იმ დღეს და მთაზე არანაირი განკითხვა არ დადგება. და როგორც ღმერთი აკურთხებს თავის ზოგიერთ შულს ეფექტურ ადგილებში, მაღალ ადგილებში, მნიშვნელოვან ადგილებში, კურთხევა შეიძლება სხვებზეც გადმოვიდეს და სხვებმაც ისარგებლოს ამით. ეს გავს გარკვეულწილად მორწმუნეზე დაქორწინებას. გახსოვთ ხო? ურწმუნო, რომელიც დაქორწინებული მორწმუნეზე. პირველ კორინთელთა წერილის მე-7 თავში. კურთხეულია მორწმუნის ოჯახში, გახსოვთ იმის გამო, რომ ეფექტი არის. მაგრამ ერთი წუთითაც არ იფიქროთ, რომ რადგან თქვენ ხედავთ ღმერთისადმი ინტერესს, რაღაცა ტალღას გარკვეულწილად, თითქოს და ეს უდრიდეს ღმერთისკენ რეალურ ერის მობრუნებას. მე ამას ვერ ვხედავ. მე ვერ ხედავ ამის რაღაცა ნიშნებს. მაგრამ ღმერთი ყოველთვის აკურთხებს თავის ხალხს. როდესაც უყურებთ ამერიკაში არსებულ ესეთ სპირალს, თქვენ ვერ დაინახავთ ამ ცვლილებას. სპირალურია ეს დაბლა სვლა და ზნედაცემა. ყოველ შემთხვევაში პროგნოზირებად ვერ ხედავ ვერაფერს, რაც შეიცვლება. როდესაც ეს ომი ჩაცხრება, ღმერთი დაამარცხებს თუ არა თალიბანს ჩვენ არ ვიცით, გულისხმობ ვისაც ყველაზე დიდი იარაღი და ბომბები აქვს, ის გაიმარჯვებს. ვინც ზემოთაა და თქვენ ქემოდახავთ, ეს ჩვეულებრივი რამეა. ჩვენი სიძლიერე და მითი ამათ დაამარცხებენ. მაგრამ ის რაც შეეხება ზნეობრივ აღორძინებას, ქრისტიანულ გამოღვიძებას, მე ამის ნიშნებს ვერ ვხედავ. ხოლო ტალიბანის დასამარცხებლად ადამიანური ფაქტორები საკმარისია.
მაგრამ მე ბჯერა, როდესაც ეს ყველაფერი ჩაწყნარდება, ის ჩვენი უზნეო ლიდერები, გავლენიანი ჯგუფები, რომლებიც ჩუმად არიან ახლა, მათ შორის მედია საშუალებები, ისევ იმ ადგილს დაუბრუნდება, სადაც ადრე იყო და ძველი წესრიგი ისევ გააგრძელებს და დამკვიდრდება. უღმერთოების, უზნეობის, ამორალიზმის მე კი მინდა რომ ესე არ მოხდეს, მაგრამ ჯერჯერობით ეს მოცემულობაა. ამიტომ ჩვენ უბრალოდ ერთგულები უნდა ვიყოთ და გავაგრძელოთ ჭეშმარიტების ქადაგება, ეს არის ჩვენი მოწოდება. მაგრამ იცოდეთ ეს, ამ ყველაფრის შუაგულში ღმერთი ჩვენთვის თავშესაფარია ქარიშხლის დროს. ის ჩვენი კლდეა, ის ჩვენი დამცველია, ის ჩვენი მწყემსია. ის მიგვიძღება წყნარ ადგილებში, წყნარ წყლებზე, მწვანე საძოვრებზე და მიგვიყვანს ჩვენს მარადილ სახლში. ჩვენ აუცილებლად დალოცულები ვიქნებით ამ ყველაფრის შუაგულში, მიუხედავად ამისა, თუ რა ხდება ირგვლივ ამერიკაში. გასაგებია? დიახ, მადლობა პასტორ ჯონ, მადლობა პასუხისათვის.